სახელითა მამისაითა, დადისაითა და წმიტის სასულისაითა. პირველ ყოვლისა სულს მოგილოცოთ პეტრე პავლოვის მარხვის დადგომა და შეგახსენოთ, რომ ეს მარხვა დამოკიდებული არის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე. ამდენადაც შედარებით გვიანი იყო წელს აღდგომა, ეს მარხვა საერთოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. ამაზეა დამოკიდებული. თუ რომ ადრე ყოფილიყო, უფრო ვრცელი იქნებოდა. ასე ყოფილა თითქმის 40 დღემდეც გაგრძელებული იყო ზოგიერთ შემთხვევაში. მარხვა იყო შემთხვევები, რომ 5-6 დღე იყო შემსხდლობაში, აი ვიგონებ როგორ ყოფილა. მაგრამ ეს არ არის არსებითი, მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოციქულთა პატივად და მათი სიყვარულისთვის დააწესა დედამან ჩვენმა ეკლესიამ ეს მარხვა თითქმის მათსავე სიცოცხლეში, ან მალევე მოწამეობის შემდგომ. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ მარხვა უფალმა საბაოთმა ყოვლადწმინდა საებამ ჩვენს პირველ მშობელთ ადამ და ევას ჯერ კიდევ 60-ში მისცა. თითქოს უნდა გაგიკვირდეს. ყველაფერი იყო ნეტარებისთვის, სიხარულისთვის 60-ში და ამ დროს უფალი ღმერთი მცნებად აძლევს მარხვას. და ისეთი ღვთისმოშიშება ჰქონდათ გულში ადამსა და ევას, რომ არათუ არ უხმევიათ, არ გაუსინჯავთ, არც კი შეუხედავთ, თუმცა ღმერთს არაუგზალია შეეხედა ამ იმიტომ რომ შესახედად იყო არაჩვეულებრივი სილამაზით. ხოლო როდესაც ურჩობით ევამ იხმია ხილი აკრძალული ცნობადის ხიდან, უგემრიელესი იყო, შეუდარებელი. ეს ადამიანურ სიბრტყეში, მაგრამ გრიგოლ ღვთისმეტყველი და ეკლესიის სხვა ღვთისმეტყველი მამანი როგორც განმარტავენ, აქ მოიაზრება ადამსა და ევას ედენბაღი რომ უნდა დაემუშავებინათ, ეღვაწათ, თუნდაც ეხმიათ და ასე შემდეგ, მოიაზრება ღვთაებრივი აზრების განჭვრეტა. მათი საზრდელი იყო ღვთისნების ასრულება, მისი ნეტარი ცნებებით სიარული. ანუ ღვთის სათნომყოფელი, ღვთის მაამებელი და მოსაწონი ცხოვრებით ცხოვრება, რაც პირველ ყოვლისა მდგომარეობდა ღვთისნების მორჩილებაში. მაგრამ ეშმაკისაგან ბირებული პირველ მშობელნი შესწდნენ, ევამ ადამი აცდუნა, მანამდის გველში შევიდა სატანა და მის მიერ ევა აცდუნა. ერთმაც, მეორემაც და მესამებას მოისხეს წყევა ღვთისა და გამოხდილიყვნენ სამოთხისაგან. არა ღმრთის მიერ, არამედ საკუთარი თვითრჩულობით, საკუთარი ნებით, რამდენად გაცნობიერებული ქონდათ ეს ყველა სხვა არის, მაგრამ ღმერთმა ხომ ეს გაფრთხილებაც მისცა, როცა აუგრძალა აკრძალული ხილი, როგორც კი იხმებთ, სიკვდილით მოკვდებით და იმ დღიდან ნათქვამია წმიან წერილში, წუთის სოფელში შემოხდა სიკვდილი და დღეინდელა დღემდის კაცთა მოდგმა ამსხვერპლ სულხდის თავის ცოდვას, ასე ვთქვათ. თუ არა ცოდვა არ იქნებოდა სიკვდილის. და ადამი არა მარტო სულით იყო უგდავი 60-ში ცოდვით დაცემამდე, არამედ სხეულითაც, ხორცითაც, რადგან მისი სხეული, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, დაფარული იყო ღვთის დიდებით. და გამოხადა მას თვითრჩულობამ ამ წუთის სოფელში. ეს არის ჩვენი მწირობის წუთის სოფელი, გადმოსახლების წუთის სოფელი. მაგრამ ეშმაკი, რომელიც ამბობს, რომ თავადია ამ სოფლისა, რომელიც ადამ და ევამდე თავად იქნა გარდამოხდილი ზეციდან, ამ პარტავნების გამო ცდილობს თავისი კანონები დაამყაროს და გაატაროს ამ წუთის სოფელში. დიახაც, მწარი და მარილიანია ეს ცხოვრება. ხშირად თითქმის გაუსაძლისი კი ხდება დღეს განსაკუთრებით, როგორი დაძაბულობა მთელს ქვეყნიერებაზე. დაძაბულობა ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური და ასე შემდეგ სახით და გასაოცარი დაკნინება აწინდელი მოდგმისა, როგორც ზნეობრივი, ესეც სარწმუნოებრივი თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც დადგა აღსასრული დღეთაი და გარდამოხდა ერთი სამებისაგანი ძევთისა დედამიწაზე, თავად ექცა კაცობრიობას ზესად აღმავალ კიბედ. იგი არის არა მარტო ზესად აღმავალი კიბე, რომელიც ჯერ კიდევ იაკობ მამამთავარმა იხილა და ეს მოასწავებდა წინასწარმეტყველებით არა მარტო ქრისტეს განკაცებას, არამედ იმას, რომ იგი კიბეთ იქცევდა შორის ცისა და შორის ქვეყანისა. და უფრო გამოწვლივითაც ერთ-ერთ ქადაგებაში განმარტებით გამოსვა უფალმა. მე ვარ არა მარტო კიბე მასში, არამედ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება კარი სამოთხისა. სხვა დასაბრუნებელი გზა და კარი ჩვენ არ აგვაქვს. ეს ერთადერთია. ამიტომ ვინც დაიმარხავს მის დამირწმენას და ესწება მისი ნეტარი ცხოვრებას, რაშიაც მას რა თქმა უნდა ღვთის მადლი და ძალა შეეწევა, ის უეჭველად დაბრუნდება სამოთხეში. მაგრამ თუ მარჯვ თუ მარცხნივ გადასდება ადამიანი, იგი არასდროს არ ცხონდება. ეს არის შეურიგებელი ბრძოლა. თქვენი სიტყვა ხო იყოს, არა, ამბობს უფალი, პრინციპულები იყავით ცხონების საქმეში. აქ არანაირი დათმობა არ შეიძლება. ადამიანურ სიბრტყეში რაღაცებს ჩვენ ვთქვით კომპრომისებზე მივდივართ, მაგრამ ეს ერთია, რაშიაც დათმობა არ გმართებს. კერძოდ რა, მამული სარწმუნოების
უარყოფა ან დამახინჯება. ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა ქართველმა წინაპრებმა რუის ურბნისის კრებაზე აღთქმაც კი მისცეს ღმერთს, რომ არ ეცრუებიან ქრისტეს. ჩვენი დიდებული მეფეების, მათ შორის და პირველ ყოვლისა მხედველობაში მყავს ვახტანგ გორგასალი, ცნება დაგვიტოვა ქრისტესთვის სიკვდილს ეძებდით. აი ხვალ ეხსენება არის არჩილ და ლუარსაბის და ისინიც, როდესაც მწარვალები აწამებდნენ მათ, ამას ამოწმებდნენ, რომ ქრისტესთვის სიკვდილი ეს არის უმაღლესი მცნობა. ამაზე მეტი გამოხატულება ღვთიური წმენისა და სიყვარულისა არ არსებობს. მაგრამ ესე იგი გამოვხადარა 64-დან ამ წარე საეშმაკო წუთისოფელში თვითრჩულობა ღმერთმა არ დაგვაგდო, არ დაგვიტევა. მოგვანიჭა უამრავი წინასწარმეტყველი, პატრიარქი, პირველგამორჩეული ერის სახით გულისხმობს მართალნი და მერმე ესრეთ შეიყვარა ეს სოფელი, რომ მამამ ზეციერმა საკუთარი ძემშობილიც კი მოსა ამ სოფელს, რომელიც ევნოდა ეწამა უკანასკნელი დამამცირებელი სიკვდილი მიიღო და აღსგა და ამაღლდა და თან აიყვანა კაცობრივი ჩვენი ბუნება, რომელიც შეიერთა შეურენელად სული წმინდის მოქმედებით მარიამ ქალწულის ქალწულებრივ თვეთაგან, ანუ სისხლთაგან, როგორც საგალობელშიც ვახსენეთ ეხლახანს. მას ღმერთმა გვიბრძანა, რომ ღვთისათნო ცხოვრებას მივსდებდეთ. სათნო ძველ ქართულად ნიშნავს მოსაწონს, გასახარს. ეს არის ღმერთის მაამბებელი მოსაწონე გზა. როგორც თავადაც გვითხრა მოგვიანებით ხორჩი მოსულა, წმიდა იყვენით, რამე თუ მე წმიდა ვარ. აი ეს არის ღმერთისთვის მოსაწონი. საერთოდ ყოვლა წმინდა საების საქმე რაში მდგომარეობს? საერთო საქმე სამი ჰიპოსტასისა, რომ ყოველი ცნობილებაში მყოფი ადამიანი მოაქციოს ცნობილებიდან და ჭეშმარიტებისა და ცხონების გზაზე დააყენოს. მრავალი საქმეობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ პირველ ყოვლისა მცნებად მარხვა მოგცა ღმერთმა, აი როგორც ბასილი დიდი კარგად ამბობს, უმარხულობამ და ურჩობამ დაგვაკარგინა 64, მარხვა და სინანული, მორჩილება და მრჩევლად ყველა საქმეები, რომელიც ერთმანეთზეა დამოკიდებული, დაგვაბრუნებს დაკარგულ 64-ში. ისე როგორც უპირველესი ცოდვა, რომელიც ღვთისმფრილებამ ლუციფერმა ჩაიდინა იყო ამ პარტავნება და მას მოებმის სხვა დანარჩენი ცოდვები პირველ ყოვლისა მხედველობაში, მასთან ერთად კიდევ 7 მომაკვდინებელი ცოდვაა. აი მაგალითად ამ პარტავნება შობს დიდების მოყარებას, პატიმოყარეობას, მერმე მოდის ვერცხლის მოყარება და ასე შემდეგ. ასევე ერთგვარი სულიერი ძეწყვი წარმოიქმნება სხვა სათნოებათან, რომელთაგან სამი უმთავრესი საღვთისმეტყველო სათნოება გამოგვირჩია უფალმა. ეს არის რწმენა, სასუება, ანუ იმედი და საფრთხო ტრფიალება, ანუ ღვთიური სიყვარული. მაგრამ ღვთიური სიყვარული არის გვირგვინი ყველა სათნოებისა. არავინ ჭერიდან სახლის შენება სახურავიდან არ იწყებს, არამედ საძირკვლიდან. ეს საძირკველი არის სინანული, არის თამდაბლობა, არის უბრალო. ამადაც შეიტანა პირველ ნეტარებაში უფალმა ღმერთმა სწორედ ნეტარება. თამდაბლობა სიდაღმყვანებელია, როგორც ჩვენი მამა გაბრიელი იტყოდა და არაერთხელ გამიმეორებია, ორი რამით იცნესო პირველ ყოვლისა ქრისტე მაცხოვარი დედამიწაზე, თამდაბლობით და სიბრძნით, რომლის მობაძავით უნდა ვიყოთ ჩვენ. როგორც მობაძავი იყვნენ ქრისტესი წმინდა მოციქულები, ღირსნი, ღმერთშემოსილი, მოწამენი და ასე შემდეგ. დღეს სურს 2 სიტყვის სწორედ თამდაბლობის სათნოებაზე მოვისაუბროთ. ეხლა თქვენ რა თქმა უნდა მეტყვით, რომ მამა მიიხედეთ, მოიხედეთ 21 საუკუნეა და რა დროს თამდაბლობა, როცა ძალმომრეობა სულფევს ქვეყანაზე, ტაცებლობა, ვერცხლის მოყარება, გასაოცარი გარყვნილება და სხვა. სწორედაც რომ დღეს გმართებს ყველაზე მეტად, როგორც მაშველ რგოლს, ისე ჩავეჭიდოთ თამდაბლობას. თამდაბლობა ზოგიერთ ჯეროვნად არ ესმის, ფიქრობს, რომ ეს უღირსი მდგომარეობა, ანაი დღეს გავრცელებული ჰოლივუდური შეხედულება, რომ სიყვარული სისუსტეა ადამიანისა. არ შეიძლება გიყვარდეს, უნდა იყოს მოძალადე, დაუნდობელი და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა სატანის ათიმცნებიდან არის მოღებული და რა წმინდა სახარებიდან. მასჟამსა შინა ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ-ერთ უდაბნოში ღირსი და ღმერთშემოსილი მამა იხსოდა, განდეგილი იყო. ერთხელაც შუა ღამისას ლოცვის ჟამს, როცა მღვიძარებასა და ლოცვას ეძლეოდა, გლოსოლარით ხმა ესმას ეციდა, რომელიც ამცნებდა, რომ ამა და ამ უდაბნოში შენს მეზობლად ერთი განდეგილი მამა სულ საბარებს ღმერთს. წადი და უკანასკნელი ამბორის ყოფა მიეცი, განუსვენეო მას. ეს მამა იყო ცნობილი მეუდაბნოე. ამიტომ მან განსაჯა თავის თავში დაიფიქრა, მე რომ დილით წავიდე დღისით, ბევრი შემამჩნევს და მე დევნებიან, შესაძლოა ქება დიდებასაც მომისმნიან, როგორც არაერთხელ გაუკეთებია, მე კი ეს არ უსურს.
ამიტომ განში შედეგად განშაც არის ერთ-ერთი დიდი სათნოება, სულიერი სათნოება. აი პატრიარქმა იმიტომ სთხოვა განათლების სისტემას, რომ ლოგიკა, საგანი ასწავლეთ, იმიტომ ლოგიკურად რო იაზროს ადამიანები, მას ეცოდინება რა ნაბიჯს, რა შედეგი მოხვება და დღეს რაც ხდება ალოგიკურია. აი მაგალითად ალოგიკურია შეიძლება აღშფოთებას გამოვიწვევ უდიდესი უმეტესობის მერე რა. ერთ სიტყვებდა აღშფოთებას, როცა უწინასწარმეტყველო თუ არ შეინანებდნენ, დაიღუპებოდნენ. ესევე ა ブラ ამი მისი ძმისული ლოთე და სხვა, მაგრამ მათ ღმერთს უსმინეს და არა ადამიანურ შეხედულებას, რომელიც სულ დაამავა სინამდვილეში. კერძოდ რა მაქვს აი ფეხბურთი. ავიღოთ. რითი შეიძლება აიხსნას რატო ეს ეიფორია დღეს. ეს 30 წელიწად ისე დაიღალა ჩვენი მოსახლეობა ფორმაციების სვალებადობით, რევოლუციებით, მიეთით, მოეთით, გაჭირვებით, ძალადობით, უსამართლობით, სიყალბით, უსიყვარულობით და ესე შემდეგ რომ რაღაცაში შვებას ეძლევს. ჯერ კიდევ არისტოტელი ამბობდა რომ ყოველი ჩვენთაგან დაბადებიდან ნეტარებას ესწრაფისო, მაგრამ ვინ რაში ხედავს ნეტარებას? აი მაგალითად გარყვნილებას ამერიკული ჰოლივუდური შეხედულება უწოდებს სიყვარულს და ჩვენთვის ეს არის ბრუშობა, რომელსაც კატეგორიულად უშეღავათოდ გვითხრა უფალმა და გვიბრძანა. არა იმრუშო და მოიაზრება ყველა აბსოლუტურად ყველა ნიუანსი ამ წოდვისა, სოდომის შათვლით, რა თქმა უნდა. ესე იგი ამ ყველაფრით დაიღალა ჩვენი მოსახლეობა ერთნი შვებას ეძლევენ, იმიტომ რომ მორალური საფუძვლები სარწმუნოებრივი შეიცვალა, იმიტომ რომ მოისპო, იმიტომ რომ 30 წელიწადია პროდასავლური ფსევდოლიბერალობა, ანუ როგორც დღეს მივხვდით გავლენის აგენტები და აგენტები, რომელს უხვად ფინანსდებიან დასავლეთიდან, ურეცხავდნენ მოსახლეობასთვის, აძულებდნენ ქრისტეს, ეკლესიას, პატრიარქს, სამღვდელოებას, სასაცილოდ იგრძელებდნენ სულის ხონებას და ასე შემდეგ. ანუ ხდება ჩვენ საქართველოში, რაც ხდება მთელს დედამიწაზე, დეევანგელიზაცია, ანუ სატანიზაცია მოსახლეობის. შედეგი იქნება სატანის რჩეულის მოსვლა ანტიქრისტეს სახით, რომელშიც თავად სატანა იქნება 12 წლიდან ჩასახლებული და ის იმეფებს დედამიწაზე მის გზით თავისი წეული 7 წელიწადი განსაკუთრებით უკანასკნელი სამნახევარი. ენი თავუტანელის რო თავად უფალმა ჭირის დღეები უწოდა, რომელიც არ ყოფილა ასეთი, რა უნდა მოხდეს ასეთი რა. ადამიანებმა თითქმის ყველაფერი ვნახეთ, ამდენი ომი, უბედურება, შიმშილიც, ყველაფერიც, უსამართლობას, კიდე რა უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი კუბში იქნება აყვანილი ანტიქრისტეს სახით. საყოველთაო ელექტრონული კონტროლი მყარდება დედამიწაზე. ეს არის კონცენტრაციული დიდი ბანაკი დედამიწაზე, რომელშიც ნეფსით უნებლიეთ შეყრილი იქნებიან ადამიანები. ხოლო ვინც ამ სისტემას დაუპირისპირდება, იმდენად ავადმყოფურად პატივმოყვარეობა იქნება ანტიქრისტე, რომ თავის შიკრიკებს გაგზავნის და უდაბნოებში, ტყეღრეშიც კი და ხვრელებში მოძებნიან მისგან განდგომილებს, რათა ისინიც დაბეჭდოს, ანუ თაყვანისცენ ამ გზით. მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. ეს რო ახლოვდება, არ უნდა ვიოცნებოთ, რომ ეს ხდება 10 წლებულების შემდეგ, საუკუნეების შემდეგ. სტიქიები თითქოს დაიძაბა, როგორც ჯერ კიდევ იონე კრონშტანტელი ამბობდა და ის რასაც 10 წლები უნდა და წლებში, კვირეებში და თვეებში ხდება. ჩვენს თვალწინ იცვლება ეს მსოფლიო კალეიდოსკოპი მოვლენებისა. მოკლედ, ამ მეუდაბნოე მამამ ჩვენი გადაუხვიეთ. განსაჯა კეთილგონიერება გამოიჩინა მას სადამე ღვთისთვის სათნო, გადაწყვიტა რომ ღამით წასული იყო, რომ არავის დაენახა. ანუ ის ეძებდა არა პატივს და დიდებას ადამიანს, არამედ ღვთიურ დიდებას. მართლაც შუაღამისას ლოცვა ხო ადგა და დაადგა გზას იმ უდაბნოსაკენ. მაგრამ ღმერთმა არინება, რომ თავისი რჩეულის თამდაბლობა დაფარული ყოფილიყო. მოხდა გასაკვირველი სასწაული. ზესით გამო გარდამოავლინა ოლი ანგელოსი ამ წმინდა მამასთან, რომლებიც ანთებული ლამპრები წინ უწყოდნენ, უნათებდნენ გზას. ამის ხილვაზე კიდევ უფრო მეტი ხალხი შეგროვდა, ვიდრე შესაძლოა დღეს შეგროვილიყო. და ისინი ქებადიდებით ღმერთისა და მისი რჩეულისა, რომ ესრეთ სათნომყოფელი ადამიანი მოუვლინა მათ, მლოცველად და შუამდგომელად აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთსა, რომელსა მხოლოდ საშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და სულ საწმინდასა ას და უკუნისამდე. ამენ. დღეს ვიკმაროთ ეს მცირე საუბარი, იმიტომ რომ ლოცვა მაქვს, მანამდე აღსარებები, უარუძლური და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, ენერგია შემოვინახე. ცოტაოდენი თუმცა ეს ადამიანური გაგება არის. ღმერთს ყველაზე უძლური ადამიანიც კი განავრთოს და გააძლიეროს. რომლის მაგალითები თუნდაც იგივე მეუდაბნოე მამების სახით არის, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობით ბევრად აღემატა ყველა ადამიანებს. იცოცხლეს 100 წელიწადი, 120 160 და იყვნენ რა მძიმე დაავადებულები,
გასაოცელ სასწაულებს ახდენდნენ და კურნებებს. რაღაც შორს წავიდა, აგენ მარჯვენა ხელს განვარტყა, გამოხატულია იმ მცირე ხაზზე კანდელთან წმინდა ბესარიონ მეგვიმტელი სასწაულთმოქმედი. უმძიმესი დაავადებული იყო, რომელიც ესე იგი როგორც ხშირად ემართებოდა განდეგილ მამებს, ღვიძლის დაავადებით დაავადდა, გასივდა, წყალი ჩაუდგა, ისე რომ არათუ კელიდან ვერ გადიოდა, ვერც კი ბრუნდებოდა ერთი მხრიდან მეორეზე. მაგრამ მეორეს უამრავ სასწაულებს ახდენდა და თავის წინ ბევრად მძიმე ავადმყოფებს არჩენდა. ეს ღვთის განგებულებაა. ჩვენ ეს არ ვიცით რატო ხდებოდა. პავლე მოციქულიც რაღაც შორს წავიდა, პეტრე პავლეს პრევლი ვარ. მისი არათუ ლოცვა და ხელდასხმა ყოფილი რა არის და სამოსელი ის კი კურნავდა ადამიანს, მაგრამ თავად პავლე განუკურნებელი უმძიმესი დაავადებით იყო, დაავადებული ისიც ხდებოდა, რომ ზოგჯერ ყველას წინაშე ეცემოდა, ინკრუჩხებოდა, საშინელ ტკივილებს განესდიდა, მაგრამ მადლობდა ღმერთს. აი ალბათ ამ მიზნით პავლე მერთხელას განისრახა, ღმერთს შეევედრა, რომ სატანის ეს ანგელოზი გაეყვანა, ანუ განეკურნა, რომ სხვის თვალში დაბრკოლება არ შეიქმნა. მოციქული, რომელიც თავია მოციქულების და კურნავს სოფლითაც კი თვითონ უსასტიკესი დაავადებით არის დაავადებული. მაგრამ რა უპასუხა ღმერთმა მესამე ლოცვის შემდგომ გლოსოლალით. მე ჩემს ძალას უძლურებას და შინა აღვასრულებ და მაშინ განართქო ხელების ზეცისკენ და აღიარა პავლე, მე მიცა და მტვერი. პავლე კი არ სასწაულთმოქმედებს, არამედ სული წმინდა პავლეს მიერ. ეს მისი რჩეული ჭურჭელია. მას თნავს, რომ პავლე იყო სამსნეულებით დაავადებული. ეს დაავადება იყო არა ცოდვის შედეგი პავლესთან, არამედ ეს იგი განსამტკიცებელად კიდევ უფრო სარწმუნოებაში. უფალთან მეტი სიახლოვეს. ასეთ პავლეს შეეძლო ეთქვა. უკვე არამედ ცოცხლობ, არამედ ქრისტე ჩემში. მე ქრისტეში, ქრისტე ჩემში. მოხდა ეს ღვთაებრივი შეერთმანეთი. პავლე დარჩა ადამიანად, მაგრამ განეხვთო. შეუერთდა რა ღმერთს მადლით. აი ამისკენ მოგვიწოდებს დედა ეკლესია თვითოულ ჩვენთაგანს. მათ შორის ერთ-ერთი ჩინებული საშუალება არის მარხვა, ლოცვა, სინანული, თამდაბლობის საქმეები, მოწყალება, სიკეთე. ამენ.